როცა ღმერთთან საუბრობ, ეს არასოდეს უნდა დამავიწყდეს და უფალის მეუბნება, რომ წარმართებივით ნუ ხარ, რაც ბევრს ილაპარაკებ და ბევრს თხოვთ, ფიქრობთ, რომ ღმერთი უფრო მეტად შეისმენს. და მაშინ გახსოვთ, ხო, დღესაც წავიკითხეთ, როგორ ასწავლის საუფლო ლოცვას უფალი მოწაფეებს. აბა როგორი ურთიერთობა გქონდეს, როგორ ვილოცოთ და აი და ამიტომ ჩვენ ღირსებაზე მიანიშნებს. თქვენ შვილნი ხართ ღმერთისა, შვილნი და შესაბამისად თქვენი მეტყველება ღვთის წინაშე. მეტყველება ხო ეს არ არის რაღაც კომუნიკაციის ფორმა ცხოველებს შორისოა. ადამიანის მეტყველება სხვა, არა, ადამიანის მეტყველებას ტრანსცენდენტულ ყოფიერებამდე მიღწევა შეუძლია, ეს რაღაც სხვა ფენომენია. ხო და თქვენ მეტყველებას თუ გაფლანგავთ სისულელეებში, არამედ პირველ რიგში იმისკენ წარმართეთ, რომელიც საბოლოო წარმოაჩენს თქვენს გააზრებულ ყოფიერებას, თქვენს მოაზროვნეობას, რომ გაცნობიერებული გაქვთ, რომ ღმერთის შვილები უნდა გახდეთ. აი ამ კუთხით უნდა დავინახოთ ჩვენ ეს განსაცვიფრებელი სიტყვები, დღესაც ლუკას სახარებაში აღმოვიკითხეთ, ამ სიღრმით და ასეთი დატვირთვა, ასეთი სიღრმისეული დატვირთვა უნდა მივცეთ ჩვენ ამ სიტყვებს. ხოლო მე გეტყვით თქვენ, ითხოვდით. ოღონ ამ გაგებით, ითხოვდით და მოგეცეს თქვენ. ეძიებდით. ამ გაგებით ეძიებდით. ვარ დავხარჯოთ ჩვენი ადამიანობა სისულელეებში. ეძიებდით და ხპოვოთ. ირეკდით და განგეღოს თქვენ. და მე გაგძელებს, ხოლო ყოველი რომელი ითხოვდეს, მიიღოს, რომელი ეძიებდეს პოვოს, რომელი ირეკდეს განეღოს, მიიღოს, პოვოს, განეღოს. პირდება უფალო, ეს იქნება, მოვა, მივიღებთ, მაგრამ ისე რომ ჩვენი ღირსება არ დაგვავიწყდეს, არ გავცვალოთ ჩვენი ზეციური მეუფის შვილობა, არ გავცვალოთ რაღაც მიწიერ დროებით პირუტყულ სიამოვნებაში და დემონურ თვითკმაყოფილებაში, არ გავცვალოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს.